პროევროპულ საპროტესტო აქციაზე დაკავებიდან ზუსტად 5 თვის თავზე საქართველოდან თურქეთში გააძევეს ბათუმელი მეტროში. შინაგანსაკუთრებათა სამინისტრომ თემურ ქათამაძეს 11 ივნისის ღამით ქვეყანა იძულებით დაატოვებინა და გაძევებიდან 12 საათის შემდეგ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობასთან სრულად შესაბამისი უწოდა. ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამასთან გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს 8 სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგანსაკუთრებათა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია. თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია, რომელიც ბოლო 13 წელია საქართველოში ცხოვრობდა და მას სამშობლოდ მიიჩნევდა. არაერთი უარის მიუხედავად მან წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცედურას მიმართა, თუმცა უშედეგოდ. სწორედ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ბინადრობის უფლების არ ჰქონდა გახდა მისი დაკავების და გაგრძელების საფუძველი. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ბათუმელ მეტროშეს ოჯახთან დამშვიდობების საშუალებაც არ მისცეს. სახელმწიფო გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის პასუხსაც არ დაელოდა. სამწუხაროდ ეს ინფორმაცია გავრცელდა მისი მეგობრების დახმარებით მიგრაციის დეპარტამენტმა არც ჩვენ, როგორც მის ადვოკატებს და არც მის საცოლეს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიაწოდა. დარახვალიძემ ახსენა ისიც, რომ ჩვენ მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და უარი გვეთქვა დროებით ღონისძიებაზე, თუმცა მათთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი, რომ ჩვენ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტისთვისაც მიმართული ჰქონდა, მათთან კომუნიკაციაც ჰქონდა და ველოდებოდით გადაწყვეტილება, შესაბამისად ისინი არ დაელოდნენ ამ გადაწყვეტილებას, რაც აჩვენებს იმას, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანს რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ეტაპისთვის ჩვენთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ბატონი თემური ამ ეტაპისთვის გადაყავთ ქალაქ გორდუში, სადაც დაკავების ორდერი არის გამოცემული და მოხდება მისი გამოკითხვა. თურქეთში ჩაერთვებიან მისი ადვოკატები და სამომავლოდ გვეცოდინება ინფორმაცია, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი, თუმცა გამომდინარე არსებული მუხლისა, რომელსაც მასზე დაობიან და ეს ითვალისწინებს 5-დან 10 წლამდე პატიმრობას, ჩვენი მოლოდინები და სამწუხარო რისკები არის ის, რომ მის მიმართ შეიძლება უფლებების დარღვევის მნიშვნელოვანი შედეგები დადგეს თურქეთის რესპუბლიკაში. ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ კანონი ყველასთვის თანაბარია, მაშინ როცა მისი ოპონენტები უსამართლობაზე მიუთითებენ. ეს პიროვნება უბრალოდ რაღაცა სახელდაგვარს იბრალებს, რეალურად აღმოჩნდა თურქეთის მოქალაქე, ზუსტად სახელი და გვარი არ მახსოვს, ეხლა ამ პიროვნების თურქულ ენაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ კონკრეტულად დეტალური ბრიფინგი ჩაატარა იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია ამ ადამიანის ექსტრადირება თურქეთში და ეს ყველაფერი ძალიან დეტალურად გაშიფრა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თქვას, რომ საფრთხე მემუქრებაო, მაგრამ მაგაზე კომენტარი როგორ გავაკეთო, ხო? შეიძლება ტყუის ეს ადამიანი, შეიძლება არ სტყუოდეს, არ ვიცი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რა თქმა უნდა, კანონის პარგლებში, კანონის სრული დაცვით იმოქმედა და ბრიფინგიც მიუძღვნა ამ ყველაფერს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი უკანონო მიგრანტი ცხოვრობს ჩვენ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლებიც მათ შორის ავიწყობენ ქართველებს და მათ შორის არის ხოლმე კონკრეტული ფაქტები, როგორ მიიტაცეს უძრავი ქონების ბიზნესი, თუნდაც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლება და როდესაც გვაქვს 10,000-ობით შემთხვევა, როდესაც სრულად გაუგებრად არის გაცემული საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის წარმომადგენლებზე, ამ დროს ნამდვილად სულით და გულით ქართველი ადამიანი, რომელიც 9 აპრილის შემდგომ თავის ფეხით ჩამოვიდა საქართველოში რუს ოკუპანტთან საბრძოლოდ, თემურ ქათამაძე იქნა გაძევებული ქვეყნიდან და მას არ მიეცა, მიუხედავად რომ წლების მანძილზე საქართველოში ცხოვრობდა, საქართველოში ცხოვრების უფლება. თუმცა როგორც ყველა სხვა უსამართლობა, მე ღრმად წავს, რომ ეს უსამართლობაც გამოსწორდება ამ უკანონო რუსული რეჟიმის დემონტაჟის შედეგად. ეს კაცი მიზანმიმართულად გააძევა ქვეყნიდან, კაცი, რომელსაც ქართული ფესვები აქვს და ამ ქვეყნის პატრიოტია და ეს დაადასტურა ბევრჯერ. ეს არის აკვიატება, რომელიც ახასიათებს ძირითადად ავტოკრატიულ რეჟიმებს და ხო კიდევ ერთ მაგალითი იმისა, რომ ძალიან მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში ცხოვრობ, სადაც ადამიანის უფლებებს არავითარი ფასი არ აქვს და სადაც შეიძლება აი ესე პიროვნულად დაუპირისპირდეს ერთ ადამიანს მთელი სახელმწიფო სისტემა და ის უბრალოდ გაანადგუროს. ბათუმელი მეტროშის სახელით ცნობილი თემურ ქათამაძე ახლა თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ერდოღანის ხელისუფლებას მის წინააღმდეგ საქმე აქვს აღძრული და ფეთჰულა გიულენთან კავშირებს ედავება.
თავად თემურ ქათამაძე თურქეთის მთავრობის ბრალდებებს უარყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. 11 ივნისის საღამოს ცნობილი გახდა, რომ გამოკითხვის შემდეგ ბათუმელი მეტროში თურქეთის ქალაქ ორდუს დროებითი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ევრონუს ჯორჯიას იურისტი უდასტურებს, რომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თურქეთის სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.